კომპანია ELT ჯგუფი ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან არსებობს და ამ დროის განმავლობაში უკვე 300,000 კვადრატულ მეტრზე აშენებული და რეალიზებული საცხოვრებელი უძრავი ქონება გააჩნიათ. მიმდინარე წელს უკვე დაანონსდა ახალი პროექტი კომპანიის მხრიდან და ასევე ძალაშია, რომ 3 ახალი პროექტი მშენებლობას დაიწყებს კომპანია 2025 წლისთვის. უფრო მეტ დეტალს გვეტყვის კომპანიის კომერციული დირექტორი ვალერი გურგენიძე, რომელიც ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით ბატონო ვალერ, მადლობა თქვენი დროისთვის. ვიდრე ახალ პროექტებზე ვისაუბრებთ, მინდა რომ წელი შევაჯამოთ 2024 წელი არ იყო მარტივი. არ იყო მარტივი წელი. მოთხოვნა შენელებულია, რეალურად მიჩვეული ბაზრები ეგრეთ წოდებული საგრძნობი კლება გამოიხატა, თუმცა ეს როგორც გამოწვევა ისე მივიღეთ და ახალი შესაძლებლობებისთვის ფანჯრის გახსნის გზად დავისახეთ. და ეცადეთ რომ უფრო გავშლილიყავით მსოფლიო მასშტაბით, გაცილებით სხვა ახალ ბაზრებზე გავსულიყავით ამ გარემოებიდან გამომდინარე. წელი ასე თუ ისე სტაბილურად დავასრულეთ. წარმატებული ჩვენი სამიზნე ციფრები მიღწეულია, ასე რომ კმაყოფილი ვართ 2024 წელს. რომელია სამიზნე ქვეყნები, რომელიც არა მარტო თქვენთვის, არამედ ზოგადად საინტერესო შეიძლება იყოს როგორც აჭარის, ასევე თბილისის ბაზრებისთვის. ტრენდი ახაც იცვლება, რა თქმა უნდა, ძირითადად სამეზობლო ქვეყნები ითვლებოდა ხოლმე, როგორც სამიზნე ბაზრები, თუმცა ბოლო წლებმა ეს მოცემულობა ძალიან შეცვალა. ჩვენ უკვე პრაქტიკულად 2-3 წელია გადასული ვართ აქტიურ ექსპანსიაზე, გავცდით ევროპის, აზიის, მათ შორის კონტინენტს. რეალურად თუ ჯამურ ციფრში გვინდა გამოხატული რაოდენობა გასაგები გავხადო უფრო, ძალიან გააქტიურდა ბოლო წლებში, რა თქმა უნდა, ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნები და პლუს არაბული სამყარო, ეგრეთ წოდებული ყურის ქვეყნები. ჩვენ ძირითადი პორტფელი შედგება საინვესტიციო უძრავი ქონებისგან, ამიტომ ეს ადამიანები, რომლებსაც აქტიური შეხება არ აქვს საქართველოსთან და რეალურად განიხილავენ მხოლოდ ინვესტიციას. როგორ პროდუქტს შექმნი და რა უნიკალურ წინადადებას მიაწვდი, ეს მეტად კრიტიკულია, ვიდრე რეალურად ბათუმ-თბილისის შორის არჩევანი. თქვენ ახსენეთ ახალი პროექტი სტატუს ჰაუსი თუ არ მეშლება, რომელიც განსხვავებული კონცეფციის იქნება. ამ პროექტზეც რომ მოგვიყვეთ და მიზანი რა არის ასეთ ტიპის პროექტის შექმნა და აღარ აპარტამენტებზე აღარ არის მოთხოვნა და ჩანაცვლდა ეს ყველაფერი, თუ მთავარი გადაწყვეტის მოტივი რა იყო თქვენთვის? ბათუმის ბაზრისთვის ზუსტად გამომდინარეობდა ამ მოთხოვნის შემცირებიდან, შენელებიდან, როგორც ვამბობთ ხოლმე, მოთხოვნა ნამდვილად შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რეალურად არ არსებობს ბათუმში ახალი ბულვარის მიმდებარედ მუდმივი ცხოვრებაზე და გრძელვადიან გაქირავებაზე მორგებული პროდუქტი. ჩვენ შექმნით ახალი კონცეფცია, ახალ ბულვარში, ჩვენს ELT კვარტალში დაიწყო სტატუს ჰაუსის მშენებლობა, რომელიც სრულად თავისი ინფრასტრუქტურით, სერვისებით, მათ შორის განშლებით კონკრეტული ბინების მორგებულია მუდმივი ცხოვრებისა და გრძელვადიანი გაქირავების პირობებზე. ეს არის პირველი პროდუქტი, რომელიც სუფთად გამოწვეული იქნა იმ მოთხოვნა მიწოდებით, რომელიც დაფიქსირებულია ამ წუთას ბათუმში. ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ბაზარი და ეს შეჩვეული ბაზრები გაცილებით მოთხოვნაც ხდიან ეგეთ პროდუქტს, რომელიც გათვლილი არის გრძელვადიან გაქირავებისთვის. ამ ტიპის პროდუქტები, რასაც ადგილობრივი სამშენებლო დეველოპერული სექტორის თავაზობს მომხმარებას, რა ტიპის ტურისტის მოზიდვის საშუალებას აძლევს რეგიონს? ეს არის მაღალმხარჯვულნარიანი თუ ჩვენ უბრალოდ გადავწყვეტეთ, რომ უფრო საშუალო და დაბალ სეგმენტში ვიმუშაოთ და რატომ ვიღებთ თქვათ ამ ტიპის პროდუქტების შექმნის გადაწყვეტილებას? ვიღებთ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ვიღებთ ამ გადაწყვეტილების ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც შეეხება ტურისტების მხარჯვულნარიანობას, რეალურად ვერ გებით ყველა სეგმენტს, მხოლოდ ყველა სურვილია, რომ მაღალმხარჯვულიანი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში, თუმცა ამას ერთი კომპანია და კერძო აღებული კომერციული ორგანიზაცია ვერ გადაწყვეტს. პარალელურ რეჟიმში მთელი ინფრასტრუქტურა და სერვისები უნდა ვითარდებოდეს და ვითარდება, ამას დრო ჭირდება, რეალურად ჩვენი პერსპექტივით 7-10 წლიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიზიდავთ ყველაზე მაღალ შემოსავლიან ტურისტებს. რა ტიპის ინფრასტრუქტურა გვჭირდება, რომ ეს ნიშა ავითვისოთ? როგორც ბათუმმა, ისე თბილისმა უნდა შექმნას თავისი იდენტობა. ყველა ვარიანტში ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ სექტორ შიგნით, ყველა ვარიანტში მოსაძებნია კარგად და მერე უკვე განსავრცობია ის შინაარსი, რომელსაც შეიძენს ეს ქალაქი ტურისტების მოსაზიდად. მხოლოდ ეგრეთ წოდებული სათამაშო ბიზნესი ვერ იქნება ამის ლოკომოტივი, უნდა შეიქმნას ახალი დანიშნულებები. მაგალითად გართობის ცენტრები პირობითად, რომელიც ძალიან
დიდ შედეგს აჩვენებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აზიის სხვადასხვა ლოკაციებზე. პერმანენტული, მაგალითად მუსიკალური გასართობი ფესტივალები, რომელიც კონკრეტულ შინაარსს ძენს ლოკაციას და ბევრი სხვა მიმართულების მოძიება შეიძლება, რომელიც შედარებით თავისუფალია და ეს შინაარსი მიცემს ბათუმს და მათ შორის თბილისს ახალი დამატებით ტურისტი მოძიების საშუალებას. საჯარო ნაწილში რა ტიპის გამოწვევები არსებობს და რა ტიპის ინფრასტრუქტურა გვჭირდება? ერთია კერძო ბიზნესმა რა შეიძლება შექმნას და მეორეა სახელმწიფოს დონეზე რა მიმართულებებზე უნდა იყოს მუშაობა. იქნებ არ გვაქვს სატრანსპორტო პოლიტიკა სწორი, არ გვაქვს შესაბამისი დატვირთვის აეროპორტები და ასე შემდეგ. აი ამ ნაწილში რა ხარვეზებს და პრობლემებს ხედავთ? მუშაობა ყველა მიმართულებით აუცილებელი და საჭიროა და კრიტიკულიც. პირველ რიგში კიდე იქედან დავიწყებ, რომ რეალურად ჯერ შინაარსია შესაძლებელი, ანუ საით ვითარდებით, რა დანიშნულება უნდა შევძინოთ ლოკაციებს, ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა განვავითაროთ შემდეგ. რეალურად ახლა აეროპორტის პრობლემას მე პირადად ბათუმისთვის ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არ აქვს ამ აეროპორტს რეალურად ამ ხარ დანიშნულება და არც დატვირთვა. აეროპორტები ჩვენ შეგვიძლია სხვა აეროპორტებით მოემსახუროთ ამ რეგიონს. უბრალოდ თავარი არის კონცეფცია. რის გამო უნდა ჩამოვიდნენ ადამიანები და შემდეგ ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია, მოკლევადიანი ტურისტი თუ გრძელვადიანი ტურისტი. წეგან საუბრობდით თქვენ რომ გაქირავების ფასები შემცირდა ეგრეთ წოდებულ სტუდიოებზე და მოთხოვნამაც იკლო შედარებით. ეს ხო არ იქნება რაღაცნაირად გამომწვევი იმისა რომ ან შემცირდეს ფასები, ან უბრალოდ ვერ მოხდეს იმ ტემპით ზრდა უძრავ ქონებაზე, რადგან ქირის ფასი პირდაპირ კავშირშია მომგებიანობასთან. მე არ ვთვლი რომ ფასი შემცირდება, ფიზიკურად ლუფტი არ არსებობს ფასის შემცირების. ძალიანაც რომ მოინდომონ კერძო დეველოპერებმა ამას ვერ მოახერხებენ. რაც შეეხება ფასის ზრდას, ეს უკვე ზუსტად იმ დეტალებზეა დამოკიდებული, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რამდენად განვითარდებით, რამდენად დამატებით შინაარსს შევძენთ, რა შეიცვლება ჩვენს კონცეფციაში და რა შეიცვლება ეგრეთ წოდებულ უნიკალურ გაყიდვის წინადადებებში. კონკურენცია როგორია ბაზარზე? როცა ამბობთ, რომ ფასი არ შემცირდება, მეორე სულ ძალიან ბევრი დეველოპერული კომპანია და პროექტი გაჩნდა და მიწოდების ნაწილშიც როცა ვხედავთ, რომ მოთხოვნა შედარებით სუსტდება, მიწოდება შეიძლება იყოს უფრო ჭარბი. ამან არ შეიძლება რომ ფასები შეემციროს. ამ მომენტისთვის ვერ ვხედავ რეალური სურათი ეგეთია, რომ ამ მომენტისათვის მიწოდება ბაზარი არ დივერსიფიცირებული რეალურად. სულ რამდენიმე სისტემური დეველოპერი ქმნის პროდუქტის დიდ წილს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეხლა თქვენი კითხვა ეხება პირობითად მცირე ზომის პროექტებსაც და კომპანიებსაც. იქ გაცილებით სხვა გამოწვევები იქნება, ნამდვილად დაუდგებად გამოწვევები, თუმცა რეალური სურათი, სტატისტიკაც, მათ შორის კვლევებიც, მათ შორის იქნება ამ სისტემური დეველოპერების ირგვლივ და მე არ ვთვლი, რომ მიწოდება იმდენად გადაჭარბებულია, რომ ამ ფაზზე იმოქმედოს. ზუსტად როგორც კი შევამჩნიეთ მიწოდების გადაჭარბება ოდნავიც ჩვენი მხრიდანაც შევცვალეთ პროდუქტის შინაარსი და მოვერგეთ იმ მოთხოვნას, რაც ამ წუთისთვის არის ბაზარზე. ილთს რა გეგმები აქვს 2025 წელს საქართველოში, შეიძლება მის ფარგლებს გარეთ? ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ამ ეტაპზეც გავდივართ, პროცესში შევედით, ეს არის კომპლექსური რებრენდინგი ჩვენი კომპანიის და ჯგუფის. ძალიან გაუფართოვდით, უკვე რამდენიმე ცალკეული იურიდიული პირია ჯგუფში. ამიტომ დაწყებული არის კომპლექსური რებრენდინგი, რომელიც აუცილებლად თქვენს არხზეც განსაკუთრებით და სხვა მასმედიის საშუალებებშიც დაახლოებით 2 თვის პერსპექტივაში გააქტიურდება ეს კამპანიები. რაც შეეხება ჩვენს ბიზნეს გეგმებს, მინიმუმ 3 პროექტი და უკვე პროექტირების რეჟიმშია. 2025 წელს ვარაუდობთ ბათუმში და ასევე თბილისშიც ახალი პროექტის ჩაშვებას. ასევე განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს გადატანილი კონკრეტულად 2 ლოკაციაზე, ეს არის კვიპროსი და ესპანეთი, სადაც მომზადებულია უკვე პრაქტიკულად პროექტები გასაშვებად და ვთვლით, რომ 2025 წლის ბოლომდე შევძლებთ როგორც საქართველოში დაანონსებული, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ დაანონსებული პროდუქტების გახსნას. რა ინვესტიციაზეა საუბარი? დაახლოებით ახალი ინვესტიცია დაახლოებით $70 მილიონი. მიმდინარე პროცესები, მათ შორის პოლიტიკური დაძაბულობა რა გავლენას ახდენს აჭარის დეველოპერულ ბაზარზე? აჭარა განსაკუთრებით გრძნობს, იმიტომ რომ თბილისის შემთხვევაში პირველადი მოთხოვნაა საჭიროება ბინის ყიდვა. ბათუმში უფრო საინვესტიციო და უცხოელები ყიდულობენ სწორედ იმის გამო, რომ პოტენციალი არსებობს, რომ აჭარის დეველოპერული ბაზარი გაძვირდეს და მათ ეს გათვლები აქვს. დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე რა კითხვებია? სამწუხაროდ ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც ზოგადად ბაზარს შეიძლება კონდეს კითხვები, ის კითხვები არის ჩვენს მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უწყობს, არის ხელი შემშლელი, განსაკუთრებით მეტად ინფორმირებულა ევროპულ ბაზარზე. ამან გაართულა, რა თქმა უნდა,
ჩვენი საქმიანობა, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს დივერსიფიკაციის პროცესი არ გავაჩეროთ და მაქსიმალური რაოდენობის, ანუ მასშტაბის ეკონომია არის ჩვენი პრიორიტეტი. რა არის პოტენციალი, რაც ბათუმის დეველოპერულ ბაზარს ფასის ნაწილში გააჩნია? დღეს შეიძლება რაღაც X პროექტში ბინაღირს, არ ვიცი, $1,200 საშუალოდ, რა შეიძლება იყოს გათვლები, რასაც ემყარება როგორც უცხოელი ინვესტორების, ისე ადგილობრივი ბიზნეს წარმომადგენლები. სადამდე შეიძლება ფასის ზრდა მოხდეს იგივე ევროპულ მაგალითებზე დაყრდნობით, სადაც თქვენ პროექტებს ახორციელებთ? თუ ჩვენ განვიხილოთ საშუალო ფას ქალაქის, რა თქმა უნდა დიდი რესურსია. უბრალოდ ბათუმი არის ძალიან განსხვავებული, ეკლექტური, ესე ვიტყვი, თბილისში გაცილებით სხვა სტაბილურობა მათ შორის მიწოდებულ ფასებში. ბათუმის საშუალო ფასის განხილვისას რეალურად დიდი რესურსია ფასის ზრდის. ეს არის მინიმუმ ჩვენ გეგმავდით ჩვენი პროექციით მომავალ დაახლოებით 7 წელიწადში მინიმუმ 50%-იან ზრდას. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ბათუმში არის პროდუქტები, რომელიც გაძვირებული ფასით მიეწოდება უკვე ბაზარს. და ამიტომ მე ხა ეს მაგალითი მომყავს მხოლოდ საშუალო ფაზზე, რომელსაც რეპუტაციული ორგანიზაციები ადგენენ ბათუმისთვის. დიდი მადლობა წარმატებები, ველოდებით თქვენგან სიახლეებს, მათ შორის სტატუს ჰაუსზე და თბილისის პროექტის დეტალებით საინტერესოა და ამაზე სხვა ეთერებში აუცილებლად ბევრი ვისაუბრეთ დამატებით. ვალერი გურგენიძე, ELT ჯგუფის კომერციული დირექტორი, პასუხობდა უძრავი ქონების პროსპექტის კითხვებს.